კურუებო, თქვენთან ნახოთ რა ხდება. თქვენი მოცემულობა ერთ წინადადებაშია, მეტი თავისუფლება და ნაკლები კონტროლი. რადგან აქ მწვავედ შეგახსენებთ წარსული თავს, იძულებულები იქნებით გადახედოთ განვლილი გზას და გამოასწოროთ ის შეცდომები, რომლებიც ზუსტად აღნიშნული კონტროლის გამო დაუშვით. აქედან გამომდინარე, მარტი მოითხოვს თქვენგან მეტ მოდუნებას, თავისუფლების შეგრძნებით, ეჭვიანობის ალბათობა გაიზრდება თქვენში, აქ კი სიფრთხილე გამოიჩინეთ, უსაფუძვლო არ იყოს თქვენივე ეჭვები. კარგი დროა ფინანსებისთვის, თქვენი ენერგია როგორც მაგნიტი, ისე მიიპყრობს ყურადღებას ირგვლივ. ყურადღება მიაქციეთ გაზარმაცების მომენტები შემოგიტევთ და არ მისცეთ უფლება დაგიმორჩილოთ. ახალი ურთიერთობის დაწყება იქნება პრიორიტეტი თქვენთვის. ქალწულებო, ქალწულებს ხშირი გადაადგილებები გაქვთ, მივლინება, მოგზაურობა თუ სხვა მხრივ, მაგრამ ადგილის ტერიტორიების შეცვლა, რაც ახალ შეგრძნებებს შემოიტანს თქვენში, თავგადასავლების სახით. აუცილებელი პირობა არის არ აჩქარდეთ არცეთ საკითხში. ეს იქნება პირადი თუ სხვა თემები, გაურებაში იქნებით. ძველი თუ ახალი, ურთიერთობის დაწყების წინაშე, ყოფილი თუ მოქმედი. ასეთი ტიპის არჩევანში, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ჩვეული თქვენებური მიდგომით უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები. თქვენ ხო ბუნებრივად რედგენი ხართ. ყოველთვის იცით რეალობა. გაწყობთ, არ გაწყობთ მაინც. ეს უნარები გამოიყენეთ და სწორ გზას ისგიჩვენებთ. თხის ქებო. თქვენთან უცნაური სიტუაცია არის. თავდაჯერებულობა გაგეზრდებათ, ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს თქვენს სხეულში სხვა ადამიანი ჩასახლდა, რომელსაც წესიერ არც კი იცნობთ. ეს აღმოჩენასავით იქნება თქვენთვის, რაღაც უჩვეულო წინათ გრძნობები დაგეუფლებათ, რომ საბედისწორო შეხვედრები მოხდება თქვენს ცხოვრებაში, ისეთი თითქოს რაღაც უხილავი კავშირით, რომ არის დაკავშირებული თქვენს ბედისწერასთან. ის რომ განთავისუფლდებით ტოქსიკური ურთიერთობებიდან და ახლის მოლოდინში სიყვარული მოიჩქარის თქვენსკენ. აი ეს განცდები არ დაგტოვებთ მთელი თვის განმავლობაში. შანსები მართლაც იზრდება ამ მხრივ, თუმცა არ ვიცი რამდენად სტაბილურ კავშირამდე მიხვალთ, რადგან გიჭირთ სიახლეების მიღება მაინც. ყურადღება მიაქციეთ უნდობლობას გარემოს მიმართ და შეარბილეთ.